სადაც ნიშნულოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. ამ დასახლებაში პირველივე დღიდან, რაც ჩამოყალიბდა აღნიშნული დასახლება, არასდროს მიწისქვეშა კომუნიკაციები არ ყოფილა, ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, გზაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია და ამ პრობლემების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ვერ გადაადგილდებოდა. ჩვენ დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ პირველი მიწისქვეშა კომუნიკაციები მოვაწესრიგოთ და რა თქმა უნდა, საგზაო ინფრასტრუქტურაც მიყვება ამ ყველაფერს. ბესო კალაძე არის ჩემთან ერთად, გლანის რაიონის გამგებელი, რომლებიც ახორციელებენ სამუშაოებს და ბესო, აბა რო ვთქვათ, ეხლა რამდენ ქუჩაზე, ეხლა ბორჯომის ქუჩაზე ვიმყოფებით და ზოგადად რამდენ ქუჩაზე მიდის სამუშაოები და როდისთვის ვაპირებთ დასრულებას. მოგესალმებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ნამდვილად არის გაუსაძლებელი მდგომარეობა იყო, წვიმების დროს იქნებოდა სერიოზული პრობლემები. დაიწყო საგზაო სამუშაო, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ჯამში 7 ქუჩაზე დაიგება წელს ასფალტის საფარი, ერთ ქუჩაზე მიმდინარეობს წყალარინების სამუშაოები, ანუ ჯამში 8 მისამართზე 8 ქუჩაზე გაიმართება ინფრასტრუქტურა. დაახლოებით ჯამში 26,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე ქსელები და მაქსიმალურად ხარისხობრივად დროის ფაქტორში ეფექტურად მიმდინარეობს პროცესები და მაისის თვეში სრულად იქნება დასრულებული. მადლობა წარმატებები. ესე იგი, როგორც გითხარით, მეგობრებო, არც სანიაღვრე სისტემა არსებობდა, არც წყალარინების სისტემები არსებობდა. გზაზე საერთოდ და ასფალტზე საუბარი ზედმეტია. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, როდესაც მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად გაკეთდება, მოასფალტდება და ამის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეძლებს გადაადგილებას. ეს იყო, რისი თქვანს მინდოდა, მაისში სამუშაოები დამთავრებული იქნება ამ 7 ქუჩაზე და ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება. აგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. შემდეგ დღეებში შევხვდებით ერთმანეთს. აბა დროებით. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო Branded Education in Georgia პირველად მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში, რომლის მიზანი არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამშრომლობის ინტერნაციონალიზაციის გაფართოვება, კავშირების პარტნიორების პოვნა და მეორე მხრივ სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობს 70-მდე ქვეყნის უმაღლესი დაწესებულებისა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში მათ გაეცნონ ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას, ქართულ უნივერსიტეტებს, საქართველოს მის პოტენციალს, როგორც საგანმანათლებლო, ისე ტურისტული თვალსაზრისით. The whole purpose of having this event is so that we can bring the world together as one force and we get our young citizens to have experience of different cultures, something that we are very passionate about. And we discuss here future issues in terms of digital transformation, sustainability, the need for diversity and inclusiveness, and trying to get, as I said, all countries together for the welfare and for the peace of the world. დღევანდელ გამოფენაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები ყველა კონტინენტიდან. უნდა აღინიშნოს, რომ აქ არის წარმოდგენილი ევროპის წამყვანი ქვეყნები, ასევე ამერიკის კონტინენტიდან წამყვანი უნივერსიტეტები. გამოფენის ფარგლებში საშუალება გაქვს ასობით უნივერსიტეტთან დავამყაროთ ურთიერთობები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 1000-ზე მეტი უნივერსიტეტია დღეს აქ წარმოდგენილი და ბუნებრივია ჩვენს უნივერსიტეტებს, ქართულ უნივერსიტეტებს საშუალება აქვს, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტებთან დაამყარონ საერთაშორისო თანამშრომლობა.
დღეს ჩვენ შევაჯამეთ გასული წლის საქმიანობის შედეგები და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით სამოქალაქო ინტეგრაციის განვითარების ტენდენციები. ასევე შევაჯერეთ მომდევნო 2 წლის კონსოლიდირებული სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ არსებული საჭიროებების კომპლექსური გაანალიზების გზით ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ერთობლივი ძალისხმევითა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. ამასთან გეგმის პროექტი განთავსებული იქნა სახელმწიფო მინისტრიის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე, რითაც უზრუნველყოფილი იქნა ყველა შესაბამისი პირის მხრიდან მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა. ურთიერთდაკავშირებული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ჩვენი სამომავლო საქმიანობის უცვლელ პრიორიტეტებად დარჩება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური ინტეგრაციის, მონაწილეობისა და კულტურათა შორისი დიალოგის კუთხით მდგრადი შედეგების მიღწევა. ძალიან დამაინტერესა ამ პრეზენტაციამ, გავიცანი ძალიან ბევრი ახალ ვრცელ ინფორმაციას, რაც აქამდე არ ვიცოდი. დავინახე, რომ ჯარი უწყობს საქართველოს მოქალაქეს ხელს, რათა განვითარდეს ის გაცვლითი პროგრამები, ენების ასწავლებლები, ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობაზე და მე ამას ძალიან მივესალმები. დამაინტერესა და კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა დავფიქრდებით. სამხედრო ლექციასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამე არ ვიცოდი და დღეს გავიგე. და იმედია ბევრი ასეთივე ლექცია ჩატარდება და მადლობა ამ ასეთი გამოცდილებისთვის. ძალიან მომეწონა ეს განათლების მხრივ რომ მივიღეთ ახალი ინფორმაცია და ვფიქრობ რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ამ ინფორმაციის ცოდნა ძალიან საჭიროა და საინტერესოა და მადლობა დიდი. მამაც ჩემი და ასევე ჩემი სამი ბიძა არიან სამხედრო პირები და ბავშვობით დაბადებიდან ვიზრდები სამშობლო სიყვარულში. და გააზრებული მაქვს რაც ნიშნავს ჯარისკაცისთვის ფორმა და ასევე რამხელა პასუხისმგებლობასთან ეს დაკავშირებული. და ვფიქრობ მსგავსი პროექტები ხაზს უსვამს იმ მესიჯს, რაც რეალურად ჯარისკაცებს ასე ვთქვათ აქვს სამშობლოს მიმართ და ამ ადამიანების არსებობა ჩემს ცხოვრებაში არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა თავდადებით შეუძლია ადამიანს უყვარდეს თავისი სამშობლო. აქტიური ყურადღება გამოიწვია თავდაცვის ახალმა კოდექსმა და განათლების სტრუქტურებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიამ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა. პროექტი ჩვენი ჯარის მთავარი მიზანი არის მოსწავლეებში სამხედრო საქმისადმი ცნობიერების ამაღლება, თავდაცვის შესახებ ასევე ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული ღირებულებების გაღრმავება. In the region, and many indicators in Georgia are higher than the European average. Molecular diagnosis of the new ჩვენ აღნიშნავთ ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს, რომლის მთავარი მიზანიც, ამ აღნიშვნის მთავარი მიზანიც გახლავთ იმის გააზრება, თუ რა წარმატება გვაქვს ამ დრომდე ქვეყანაში, როგორია სამომავლო გეგმები და რა თქმა უნდა ჭხელი შეუწყოთ ცნობიერების ამაღლებას იმ მიმართულებით, რაც არის წლევანდელი ალბათ მთავარი სათქმელი საზოგადოებისთვის, ეს არის პრევენცირებადი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ განკურნებადი დაავადება. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. სახელმწიფოს, ჩვენს სახელმწიფოს აქვს ბოლო წლების განმავლობაში არაჩვეულებრივი რეზულტატები, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ქართული ჯანდაცვის სისტემა ამ დაავადებასთან, ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის საქმეში და გვაქვს ეს წარმატება, რომელიც რა თქმა უნდა საჭიროებს შემდგომ განვითარებას, შემდგომ გაუმჯობესებას. საქართველოში ტუბერკულოზის კლების
სტატისტიკა გვაქვს და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა ტუბერკულოზით ავადობის 1327 შემთხვევა გახლავთ ფიქსირებული 2023 წლის მონაცემების მიხედვით, როგორც ჯამდება ეს წელი, ხოლო 100,000 სულ მოსახლეზე 35 შემთხვევაზე ჩამოვედით, როდესაც საუკუნის დასაწყისში 150-საც კი აღწევდა ეს ციფრი. პროგრესი არის, მაგრამ არის რჩება გამოწვევა. ეს არის ტუბერკულოზის წამალგამძლე, ეგრეთ წოდებული რეზისტენტული ფორმები და მასთან ბრძოლას ახორციელებს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკრინინგის პროგრამებს, რომლებიც ტარდება ქვეყანაში, სწრაფი დიაგნოსტიკა, შემდეგ კურნალობის რეჟიმები ქვეყანაში ახლა ხელმისაწვდომია მოკლე რეჟიმები, რაც აადვილებს დამყოლობას პაციენტებისა ამ რეჟიმებისადმი და ყველაფერი ეს გვაძლევს იმის, ასე ვთქვათ, რწმენას, რომ შევძლებთ რაც არის დაგეგმილი მსოფლიო მასშტაბით 35 წლისათვის იმ სამიზნეების მიღწევას. ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ჩვენს ქვეყანას ტუბერკულოზთან ბრძოლაში. ისევე როგორც იცით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიისგან თავისუფალი ქვეყანა გამოაცხადა, იცით რომ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს C ელიმინაციის ფარგლებში და მთელ მსოფლიოში არის ცდილობა იმისი, რომ დედამიწა იყოს თავისუფალი ტუბერკულოზისგან. ამას ჩვენთან ქვეყანაში კიდევ რამოდენიმე წლის წინ დავიწყეთ სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის, სკრინინგი და დაწყებული დიაგნოსტიკით, მკურნალობით დასრულებული და შემდეგ მონიტორინგით, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია. პარლამენტის დროებით მას საგამოძიებო კომისიამ დღეს რიგით მე-6 სხდომა გამართა, სადაც წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების კერძოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ კომისიის სხდომაზე სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ომის ვეტერანი ლაშა ქოიავა, ბანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი, მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა იყვნენ დაბარებულები. ლაშა ქოიავამ 7 აგვისტოს თათბირი დეტალურად გაიხსენა, მისი განცხადებით სამხედრო გეგმის მიხედვით ჯარი ცხინვალ არ უნდა შესულიყო. უნდა ჩაკეტილიყო როკი. ლაშა ქოიავას თქმით, სამხედროებში მაშინდელი თანამდებობის პირების მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა დაბნეულობა და არეულობა გამოიწვია, რადგან ვანო მედაბიშვილის მოადგილემ შალვა ჯანაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალს საპოლიციო ძალები აიღებდნენ, რაც ჯარის კომპეტენციაში შეჭრას ნიშნავდა. როგორც ქოიავამ აღნიშნა, სავარაუდოდ უმაღლეს მთავარსარდალს ჰქონდა მიზანი მიიღო ის შედეგი, რაც მივიღეთ. არც სააკაშვილი, არც მინისტრი და არც გაერთიანებული შტაბის უფროსი საბრძოლო მოქმედებების დროს არ უნდა ჩამოსულიყვნენ და სიტუაცია თბილისიდან უნდა ემართათ. ამიტომაც დადგა ის შედეგი, რაც დადგა, აღნიშნა ლაშა ქოიავამ. ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის მდგომარეობაზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის თანახმად საქართველოში სწრაფი და დრამატული უკუსვაა. აღნიშნულ რეზოლუციას 101 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მმართველმა გუნდმა ანტიევროპული კანონები უნდა გაიწვიოს. საქართველოში გაღრმავებული პოლარიზაციის ფონზე ბოლო 2 წლის განმავლობაში შემჩნეულმა სწრაფმა და დრამატულმა დემოკრატიულმა უკუსვამ მზარდი ზეგავლენა მოახდინა საქართველოში ადგილობრივ დემოკრატიაზე. ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამწვავდა, რომელიც უარყო ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ადგილობრივმა და ზოგიერთმა საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებმა. გამორჩეულად მისი სამართლიანობასთან დაკავშირებული შეშფოთებებისა და 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამონათქვამია განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას, უსაფრთხოების მხრივ შექმნილ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებს. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების აღსრულების აუცილებლობა მდგრადი სტაბილურობის, მიღწევისა და რეგიონის შემდგომი განვითარებისათვის. საუბარი შეეხო ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ეუთოს ფარგლებში არსებული კონფლიქტების გადაჭრისა და მშვიდ
მდიდრობის უზრუნველყოფის პროცესში. დასასრულს მინისტრმა ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია. თავის მხრივ ფერიდუნ სინირლიოღლუმ განაცხადა, რომ პირველივე შესაძლებლობისას ეწევა საქართველოს. აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. ევროკომისიის განცხადებით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირი დაწესებულ სანქციებს მოხსნის ან შეცვლის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა აღნიშნა, რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის დასრულება და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების უპირობო გაყვანა სანქციების შეცვლის ან მოხსნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს მოსკოვზე რეალური ზეწოლა განახორციელონ. ზელენსკი იმედოვნებს, რომ ზეწოლა რუსულ საზოგადოებაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ამით ყველაფერი დამთავრდება. ჩვენი პარტნიორები თუ ამდენად ძლიერები იქნებიან, რამდენადაც არიან, თუ ისინი მოისურვებენ არა სუპერ ძალის, არამედ უბრალოდ საკუთარი რეალური ძალის დემონსტრირებას, თუ ისინი ზეწოლას მოახდენენ პუტინზე, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია. მას ამის ეშინია, ამასთან ფაქტია, რომ ის მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება, განაცხადა ზელენსკიმ. სტამბოლის მუნიციპალიტეტის საბჭომ სტამბოლის მერის მოვალეობის შემსრულებლად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აირჩია. პატიმრობაში მყოფ ეკრემ იმამოღლუს დროებით ნური ასლანი ჩაანაცვლებს. ცნობისთვის სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ პოლიციამ ერთი კვირის წინ დააკავა. მას კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. იმამოღლუს დაკავების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. სამართალდამცველებმა 1400-ზე მეტი აქციის მონაწილე დააკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ავტომობილებსა და მის ნაწილებზე 25%-იანი ტარიფები დააწესა. ახალი ტარიფები 2 აპრილიდან ამოქმედდება. ტრამპის თქმით, ეს ზომა გაზრდის ავტომობილების ინდუსტრიას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამასთან ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციების ზრდას. შტატების პრეზიდენტი მწარმოებლებს სთავაზობს, რომ თავიანთი ბიზნესი ამერიკაში გადმოიტანონ, სანაცვლოდ კი ისინი ტარიფებისაგან გათავისუფლდებიან. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას პირდაპირ თავდასხმა უწოდა კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ. მისი თქმით, კანადა დაიცავს საკუთარ ქვეყანას კომპანიებსა და მუშახელს, ხოლო ამერიკას საპასუხო ტარიფებს დაუწესებს. შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას ვერ მალავენ ევროკავშირშიც. ტარიფები გადასახადებია. ცუდია ბიზნესისათვის, უარესია მომხმარებლებისათვის, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში. ევროკავშირი პრობლემების გადაჭრას მოლაპარაკებებით შეეცდება, თუმცა ამავე დროს თავის ეკონომიკურ ინტერესებსაც დაიცავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში